მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღეს ჩვენ გადავიღებთ. რას გადავიღებთ? ალბათ მიხვდებოდით უკვე. ჩვენი არხის პირველი ვიდეო, რომელიც დაიდო იყო World Soccer Champs-ზე და ის სეზონი რო დავამთავრე, გითხარით რომ შემდეგ სეზონებსაც გადავიღებთ სხვა გუნდებში მეთქი და ეს დღეს დადგა მეორე სეზონის პირველი სერია. მოკლედ, მე შევქმენი გუნდი, რომელსაც დავარქვი შავ-დაბა FC და ლოგოსაც კი ხედავთ ალბათ მაღლა კუთხეში, მარცხენა მაღლა კუთხეში. გელია ხატია. მოკლედ, როგორც იცით, ლურჯი ეს დუო ფერები ხომ იცით მეგობრებო? ჩემი საყვარელი დუო ფერი არის ყვითელი ლურჯი, ოქროსფერი ლურჯი. ალბათ ნანახი გიქნებათ ეს დუო ფერი. მოკლედ, ამ ვიდეოში არ ვითამაშებთ თამაშებს, ამ ვიდეოში მხოლოდ გავაკეთებთ ტრანსფერებს. როგორც ხედავთ, 1.800.000 გვაქვს თუ შეხედავთ მაღლა მარჯვენა კუთხეში. და მოდი გადავხედოთ ჩვენ გუნდსაც. ესე იგი, მეკარე ბერიძე, დაცვაში ჭედლიშვილი ფილიო კეიტა თევზაძე, და ნახევარდაცვაში დანელია ორუცოვი და ვასაძე, რიბეირო და შეტევაში რიბეირო მიქელაძე და ჯეჰი. ესეთი შემადგენლობით ვართ და ზამენებზე კი მეკარე მაისურაძე, მცველი ტელეში, ნახევარმცველები გიორგი, გიო, მეტრეველი და გრიგოლია და შემტევებში კი აბულაძე, ალიევი და მამულაძე. ესეთი ძალიან ნაცნობი გვარები აქვთ. რიბერიო, ვასაძე, დანელია, ჯეჰი, მიქელა და მოკლედ რა. და ძალიან ისტორიული გუნდი ყავს. არ დავკვირვები ვარ, რომ შევქმენი ეგრევე დავიწყე ვიდეოს ჩაწერა. მოკლედ, ახლა რაც შეეხება ტრანსფერებს. ესეთი რაღაცა უნდა გავაკეთოთ. მაგალითად, რომლებიც არიან უკვე კარიერის დასრულებასთან ახლოს, აი 29 წლისები, 30-ები, აი ეგეთებს გავყიდი. აი ალიკა მიქელაძე. აი მიქელაძეს გავყიდი. კიდე ვინ. მოკლედ, მიქელაძეს დავტოვებ, არავის არ დავყიდი, უბრალოდ გავაკეთებ ტრანსფერებს. ხო, ვინმეს მაინც გავყიდი. როგორც ხედავთ, მეკარე იმაში რო არის, მეგობრებო, სამენაზე რო არის, მაგას გავყიდი და ვიყიდი უფრო მაგაზე უკეთეს ფეხბურთელს მეკარეს რა. ამიტომ დავიწყოთ. სანამ დავიწყებთ, გამოიწერთ ახლა და დალაიქეთ ვიდეო. უკვე ძალიან დიდი ხანია ვლაპარაკობ. კარგით, მოდით გავყიდოთ მეკარე ეგრევე. აი ეს, რომელიც 130.000-ად იყიდება. წაიყვანა მერანმა 100.000-ად და მოვიყვანოთ ახალი მეკარე, რომელიც იქნება მასზე უკეთესი, რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ ფიქრობთ ჩვენი გუნდის გაძლიერებაზე, ამიტომ მოვიყვანოთ უკეთესი მეკარე და რა თქმა უნდა ბიუჯეტი. მოდით მეგობრებო, ვიდეოს ახლა შევწყვიტე. ხო, და რას ვამბობდი, უნდა ვიყიდოთ, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა, სადღაც 25 წლის და იყოს, რა თქმა უნდა, ბიუჯეტური. და რაც ყველაზე მთავარია, კარგი პოტენციალით, რა თქმა უნდა. აი აქ ხედავ, მეკარე არ მიმიცემია. კიდე კაი არ ვიყიდე. აი მეკარე არ მივიცე, უფრო კარგებს მიგებს. მოდი ვიყიდოთ ეს მონტერი, ყველაზე ბოლო როა. თუ არა. ისენი მოგვდის. კაი, მოკლედ.
ვიყიდოთ ფეხბურთელი რა. 450.000-ად. ვიყიდეთ ბენ ვილსონი. და კაი მეკარა ყოფილა. 67 აქვს პოტენციალი 6. აი გავაგზავნოთ მეგობრებო. მოკლედ. აუ კიდე ერთ რაღაცა უნდა თქვა მეგობრებო. ძალიან დიდი მადლობა რომ უყურებთ ჩემს ვიდეოებს რა. გუშინ დავდე ვიდეო და ერთ დღეში არის უკვე 120 ნახვაზე, ანუ what? 3 დღეში შეიძლება რეკორდი მოხსნათ საერთოდ. რეკორდი ვაფშე. და ის ამ ვიდეოს თუ უყურებთ, გადადით ამ ვიდეოს უყურეთ, აჯერ ამ ვიდეოს გადადით და უყურეთ და გადადით წინა ვიდეოზე და იმას უყურეთ. ყველანაირი რეკორდი უნდა მოხსნას მაგ ვიდეომ ჩვენი არხზე. უნდა ავიდეს ვიდეო 200 ნახვაზე. თუ ის ვიდეო ავა 200 ნახვაზე, ვიწყებ კარპარკინგის კარიერებს. მოკლედ, სპემოში ვიყიდით სახლებს, დავატყუნგებთ მანქანებს, გვექიმარბოლები და ასე შემდეგ რა. მოკლედ, მოდი გავახსენოთ. ვიყიდეთ მეკარე ვილსონი, რაც ძალიან კარგია. ახლა უნდა გავყიდოთ იყოს ფილჰო. კითხვა მაქვს. აბულაძე რომ გავყიდო, ეს ჩვენი შემტევი. ეს და რონალდო რომ ვიყიდო. გონი მოგვდის ხო, რონალდო. დაიწყეს ნახავ მეგობრებო. რონალდო შეიძლება მოგვიდეს, არ ვიცი. 40 წელსაა ტიპი. რომელზეც თქვი? იმაზე. ნუგზარი აბულაძე. არ მოგვდის. აი ამის გაყვანა მაინც მინდოდა. და კიდე გავყიდო, რამდენი ის მყავს? რა ქვია მას? ნახევარმცველი. მოდი ყველაზე მოხუცი გავყიდოთ. აი, მოდი ეს გავყიდოთ სერგო უროცოვი. თელავმაძა იყო და 370. ახლა გვაქვს უკვე მილიონი. ჯობია ვიყიდოთ რონალდო. აბა ეს თუ მოგვივა. არა. აი, კარგით, არა უშავს მეგობრებო. რა დროს რონალდოადმა ახალი შექმნილი გუნდია. აი. მცველი გვჭირდება ეხა, 2 მცველი. არა, 1 მცველი და 1 შემტევი. 1 მცველი, 1 შემტევი, 1 მცველი. ეს ჯობია. 1 მცველი, 1 შემტევი, 1 მცველი, 1 შემტევი. მაგრამ ვიდეოს დროს თუ ვისრუტუნე, მოდით გრიპი მაქვს. კაი, ესე იყოს. რომარიკ ეტოუ ვიყიდეთ გორის დილას ფეხბურთი. ესე დავაყენოთ აქ. და ახლა გვჭირდება ჩვენ შემტევი. ასე ნახოთ რომელი ფეხბურთელები არიან მაშინ გავაკეთოთ ტრანსფერი. აქ თაღანი და ვნახოთ. აი რომელსაც საფრთხით ყველაზე კარგს ის ვიყიდოთ. ეს 21 წელს არის მარკ გიგერი. ის ხომ არ ვიყიდოთ. კვეთისები არის დაბლა. უფრო დაბალ ფასად. აი ეს ვიყიდოთ მარიანო ბარედა. 360-ად ეგრევე. უბრალოდ 360-ად გამოგვატანეს ჩვენი და გავაკეთეთ ახალი ტრანსფერი. რომ მიქელაძე შეცვლის, რა თქმა
თქმა უნდა 63 აქვს ოვერ პოტენციალი, რაც ძალიან კარგია. შემდეგი ჩვენ დაგვჭირდება ნახევარმცველი. კარგი ნახევარმცველი ვიყიდოთ ახლა. კარგი ნახევა მილიონო ვინ არის მამა გენში. იუვენტუსთან ხო არ გადმოვიყვანოთ ეს ადიჩი. მგონი კაი იქნება, ხო? ვასილე ადიჩი. ძალიან მაგარი ტრანსფერი გავაკეთეთ, ანუ იუვენტუსთან 19 წელს ფეხბურთელი გადმოვიყვანეთ, რომელიც იქნება სულ ჩვენთან. კაი. ახლა ჯობია ეს მამულაძე გავყიდო. მამულაძე რო გავყიდო. ვიყიდეთ მერე უკეთეს ფეხბურთელს. 59 ოვერალის. ზე მეც. და შეიძლება ის სასტარტოში მაინც დავაყენოთ. რომელი იყო? მარცხენა, ხო? აი, როგორც ხედავთ, რა? კვარცხავა? ვა. იქ ხო არ ვიყიდო. ბიჭო, ვიცომ ვაი, მაიკი, ჩემი მარა არ მოგდის. 16 წელს ფეხბურთებს ყიდულობდი, ძმა 62-რად ხადაობ. კვარცხავა. აუ, ბიჭო, რა ვქნა რა, არ მოგდის. ცოტა მეტი მაინც ქონოდა ფული, ჰა. აი, არა უშავს ვიყიდოთ კვარცხავა. ვიყიდოთ, არა უშავს. მაგას შემდეგზე ვიყიდით. მოკლედ პირველივე ეპიზოდის ამაც რატო აყენებ ეს? просто ყავდეს ხო უკეთესია იმაზე მაინც. მოკლედ ასე გამოიყურება ჩვენი გუნდი, ჩვენი დააპგრეიდებული გუნდი. მოდი ცოტა გუნდში წავიღოთ აკადემიაში. 22-ად, კაი, და ერთი გუნდში. ერთის აკადემიაში და შემდეგ გადავხედოთ გუნდს. ფული სულ გავხარჯე. მოკლედ, ასეთი შემადგენლობა ყავს. მეკარე ვილსონი, 67 პოტენციალი, კომენტარებში არ დავიწყოს იქნება. დაცვაში ჭედლიშვილი, ეტოუ კეიტა თევზაძე, ნახევარდაცვაში დანელია აჯიჩი, რომელიც გადმოიყვანდა იუვენტუსთან, რატომღაც არ ვიცი რა თმინდოდა. და ვასაძე. ეს აჯიჩი გამოგვადგება, რადგან 66 აქვს მას პოტენციალი. და შეტევაში რიბეირო, ბარედა და ჯეჰი. ახლა მოდი ზამენადად გადავხედოთ. ტელეში გიო, ალიევი, გრიგოლია, ბერიძე, ფილიო, მიქელაძე, მეტრეველი, კვარცხავა. ასეთი შემადგენლობა ყავს ჩვენ მეორე სეზონის პირველ სერიაში. მოკლედ მეორე სეზონში რა. ამ თამაშის მეორე სეზონში. იმედია მოვიგებთ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას და მოვჩებით ისევ მოგებული სეზონით. წინა სეზონზე ძალიან დიდი რაღაცები მოხდა, რადგან ჩვენ ვერ მოვახერხეთ და ვერ მოვიპოვეთ ჩემპიონატის თასი, როგორც გახსოვთ, ბოლო თამაში წავაგე ნიუკასლთან და თასი მოიგო მანჩესტერ სიტიმ. მოკლედ, ახალი ის გვექნება ჩვენ ახლა მეგობრებო. როგორც ხედავთ აქ ხომ ხედავთ თამაშებს რა, გუნდებს. მოკლედ. აი მაგალითად დინამო ბათუმი, ხო? დინამო ბათუმს ხო ვეთამაშებთ. აი გაგრასთან ვიცი რომ 100%-იანი მოვიგებს და ამ თამაშს არ ჩავშავ ვიდეოში, ანუ მიხვდით, რომელიც საინტერესო თამაშები იქნება, იმათ ვეთამაშებით. რომლებიც არ იქნება, იმათ დავაპაუზებ და ისე ვითამაშებ. კარგი. მოკლედ, ახლა კიდე მინდა რაღაც თქვა, რომ ამ ვიდეოს შემდეგ ამ ვიდეოს შემდეგ ეგრევე ამ ვიდეოს შემდეგ ამას დავდებ და მე ეგრევე ვიწყებ ისევ გადაღებას
და ვიწყებ სტილებრივობის გადაღებას და მაგ ვიდეოს დაელოდეთ დღეს 2 საათზე ან 2:30-ზე რა. ვიდეო უეჭველი დაიდება რა. ამ ვიდეოს შემდეგ დავიწყებ ეგრევე მაგის გადაღებას. მოკლედ, დღეს ეთვისულეს ხომ, იმედია მოგეწონათ, იმედია იხალისეთ და ლაიქეთ, გამოიწერეთ არხი და მე გიგენახავთ შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.